დღეს გადაცემა 12 წუთის სტუმარია გიუნტერ კრიხბაუმი, გერმანიის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი. დიდი მადლობა, რომ ჩვენთვის დრო გამიძებნით. ძალიან სასიამოვნოა. თქვენ ახლახან ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად ხელი მოაწერეთ ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილს, რომელშიც გააკრიტიკეთ ევროკავშირის საჯარო სამსახურში დაგეგმილი შტატების ზრდა. მაინც რა არ მოგწონთ? საქმე ის არის, რომ მრავალწლიანი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილია 2500 ახალი საშტატო ერთეულის შექმნა ახლო მომავალში. ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს ზრდა ეხება ისეთ საკვანძო სექტორებს, როგორებიცაა კიბერთავდაცვა, უსაფრთხოება. ამ სფეროებში მართლაც აუცილებელია მეტის გაკეთება, მაგრამ გონი ჭკვიანური იქნება იმის აღიარებაც, რომ ევროკავშირისა და ევროკომისიის დონეზე რესურსები შეზღუდულია. სასურველია, რომ აპარატის ფარგლებში არსებული რესურსები გადანაწილდეს. ეს უნდა იყოს მიზანი, რადგან საბიუჯეტო სახსრები უსასრულო არ არის, რასაც მწვავედ იგრძნობს. როდესაც მრავალწლიანი ფინანსური დოკუმენტის სიგნალ მოლაპარაკებები დაიწყება, რაც ისედაც იგრძნობა უკვე. ახლახან ახსენეთ ევროკავშირის ახალ ბიუჯეტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. ამჟამად განხილვის პროცესშია წინადადება 2 ტრილიონი ევროს თაობაზე. ბერლინს სურს ამ რიცხვის სულ მცირე 400 მილიარდი ევროთი შემცირება. რა საჭიროა ასეთი მკვეთრი შეკვეცა? ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული 7 წლიანი ბიუჯეტი ახლა 1.7 ტრილიონი ევროს შეადგენს. სამართლიანობისთვის ესეც უნდა ვაღიაროთ, მაგრამ ვიმეორებ ეროვნულ დონეზე წევრი სახელმწიფოების განსაკუთრებით გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის სახსრები შეზღუდულია. ჩემი აზრით, ამაზე უფრო მეტად უნდა დავფიქრდეთ. მაინც რა უნდა გამოვყოთ როგორც პრიორიტეტი და მე სრულიად მიზანმიმართულად ვიტყვი სათქმელს, თუნდაც პროვოკაციულად ჩათვალან. ევროკავშირის დღეს ხელახლა რომ გვქნიდეთ და თეორიულად შეგვიძლებოდა თითის დაჭერა გადატვირთვის ღილაკზე, არ დავიწყებთ საქმეს აგრარული პოლიტიკით. ეჯგარი შემომ გასული საუკუნის მეორე ნახევარში ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ დღეს წინა პლანზე დგას ისეთი საკითხები, როგორებიცაა უსაფრთხოება, თავდაცვა, კიბერუსაფრთხოება და რა თქმა უნდა კოსმოსი, ხელოვნური ინტელექტი და კონკურენტუნარიანობა. ჩვენ ყველას გვჯერა, რომ სწორედ ამ სფეროებს უნდა დაეყრდნოს ჩვენი კეთილდღეობა მომავალ 5, 10, 15 და 20 წელიწადში. ნებისმიერი გაუგებრობა, რომ თავიდან ავიცილოთ, დავაზუსტებ სათქმელს. სოფლის მეურნეობა ისევ მნიშვნელოვანია, მაგრამ ყურადღება სხვა სფეროებზე უნდა გადავიტანოთ. Die Landwirtschaft bleibt wichtig, aber der Fokus muss auf andere Bereiche gehen. წეგან ახსენეთ, რომ სოფლის მეურნეობის ხარჯიც უნდა შემცირდეს. სწორედ ასეთია შემოთავაზება, რომელიც სულ მცირე უკვე წარდგენილია. ეს განსაკუთრებით ძლიერად დაარტყა საფრანგეთს, არადა საფრანგეთში 2027 წელს არჩევნებია. როგორ შეძლებს გერმანია საფრანგეთის დარწმუნებას, რომ დათანხმდეს ამ სეკვესტრს? ან ეს საკითხი პრობლემას ხომ არ შეუქმნის გერმანია საფრანგეთის ტანდემს ევროკავშირში? ევროკავშირის თითოეული ქვეყანა დაინტერესებულია იმ სისტემის გარდაქმნით, რომელსაც საკმაოდ გრძელი და რთული სახელი, მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო ჰქვია. ეს ყველა ჩვენგანის ინტერესებშია. ჩვენ ვაღიარებთ, რომ აგრარული პოლიტიკის გაძლიერება დღემდე ძალიან დიდ როლს თამაშობს ბევრ ქვეყანაში. ამაზე არც ჩვენ ვდაობთ. ჩვენ უბრალოდ უნდა ვისწავლოთ ჩვენი პრიორიტეტების სხვაგვარად განაწილება, რადგან სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი ისევ მთლიანი ხარჯის თითქმის ნახევარს შეადგენს. ეს ნამდვილად მეტისმეტია. მომავალში რეგიონული განვითარების პოლიტიკას სოფლის მეურნეობის პოლიტიკასთან გავაერთიანებთ. ერთ მთლიან საყრდენად ჩამოვაყალიბებთ, ასე ვთქვათ. და თავად წევრი სახელმწიფოს გადასაწყვეტი იქნება, თუ როგორ გააწონოსწრებენ ამ ორ სფეროს. nebenbei auch den Mitgliedstaaten selbst, wie sie die Gewichtungen მაგრამ ჩვენთვის გერმანიის ფედერალური რესპუბლიკისთვის ეს მეორე რგოლი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ისაა მომავლის საწინდარი და ამაზე გვინდა მეტი ძალისხმევა გავწიოთ. sozusagen die Zukunft drin und da wollen wir auch den Schwerpunkt setzen. როგორ გონიათ, რამდენად შესაძლებელია, რომ ამ საკითხზე წლის ბოლომდე შეთანხმდნენ? Das hoffe ich aus vielerlei Gründen, denn იმედი მაქვს, რომ ასე იქნება და ეს იმედი მრავალი მიზეზის გამო მაქვს, რადგან ჩვენ შეიძლება წინასწარ გავთვალოთ, თუ რა მოხდება 2026 წელს, მაგრამ მე არ შემიძლია დავდო პროგნოზი იმისა, თუ რა მოხდება 2027 წელს. ამ შემთხვევაში შეთანხმება კიდევ უფრო რთული იქნება, რაც ნიშნავს, რომ ვითარება უკვე საკმაოდ რთულია. ჯერა რომ ყველას ნამდვილად ძალიან გვინდა, რომ მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოზე მოლაპარაკებები წლის ბოლომდე დასრულდეს. am Ende dieses Jahres wirklich finalisiert zu haben. ჩვენ გარდაქმნაზე ვისაუბრეთ. თქვენს პარტიას გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს ბიზნესისთვის რეგულაციების შემცირებაც სურს მთელ ევროპაში. მიზანი ბიუროკრატიის შემცირება და ინოვაციისა და კონკურენტუნარიანობის წახალისებაა. მაინც როგორ აპირებთ ამას მიაღწიოთ? Insbesondere daran gehen, den Binnenmarkt zu finanzieren. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთიანი ბაზრის საბოლოოდ შექმნას. ეს უკვე საკმაოდ გამართულად მუშაობს გარკვეულ სფეროებში, განსაკუთრებით საქონლის თავისუფალი მოძრაობის თვალსაზრისით. მაგრამ როდესაც გარკვეულ სხვა სექტორებზე ვფიქრობ, განსაკუთრებით ტელეკომუნიკაციაზე, ენერგეტიკასა და ფინანსურ სერვისებზე, ამ კუთხით ჯერ კიდევ ძალიან
ბევრია გასაკეთებელი და მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ღირსეული კონკურენცია გავუწიოთ ჩინეთსა და ამერიკას. აი ეს იქნება მნიშვნელოვანი მომავალში. ენრიკო ლეტას ანგარიში განგაში ზარს გავს და ჩვენ ევროპაში ეს უნდა გავითვალისწინოთ. და საკაკი დრო აღარ გვაქვს და ხელსაყრელი მომენტის შერჩევა ამ კუთხითაც ისეთივე აუცილებელია, როგორც მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს შემთხვევაში. მაინც რასახის გამარტივება შეიძლება ელოდოს ბიზნესი მთელი ევროპის მასშტაბით. ბიუროკრატიის შემცირება ყველაზე მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით გვინდა ანგარიშგების მოთხოვნებისა და დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულების ტვირთის შემსუბუქება. ეს მხოლოდ დიდ კომპანიებს კი არ აწუხებს, არამედ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებსა და ხელოსნებსაც. ამ კუთხით ბიუროკრატიამ მნიშვნელოვნად უნდა შევამციროთ. ადრე იურიდიულ ჩარჩოებს დირექტივები განსაზღვრავდნენ. დღეს ჩინოვნიკები ყველა წვრილმანს აქცევენ ყურადღებას და ლამის მანიაკალურად მისდევენ უმცირეს დეტალებს, რაც სრულიად ზედმეტია. ეს ერთნაირად უთხრობს ცხოვრებას როგორც მოსახლეობას, ისე ბიზნეს და ეს უნდა დასრულდეს. ევროპულ დონეზე კიდევ ერთი აქტუალური საკითხია ევროკავშირის გაფართოება. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთი მაკედონია და სერბეთი უკვე წლებია უცდიან ევროკავშირში შესვლას. ფრიდრიხ მერცსა და ემანუელ მაკრონს ახლა გაფართოების პროცესის დაჩქარება სურთ. რატომ გახდა ეს ახლა ასეთი პრიორიტეტული? გაფართოების საკითხი ნამდვილად ძალიან პრიორიტეტული საკითხია. ახლა რადგან გაცილებით მნიშვნელოვანი მისი გეოპოლიტიკური კუთხით შეფასება, ვიდრე ადრე. თუმცა სწორედ ახლა უპრიანი კრიტიკულად შევხედოთ, თუ რამდენად სწორად ვაკეთებთ ყველაფერს. მაინც რას გულისხმობ? ევროკავშირის ეგრეთ წოდებული მეთოდოლოგია უბრალოდ აღარ შეესაბამება რეალობას. მოდი თვალსაჩინო მაგალითზე ავხსნათ. გაძევების პროცესის ორგანიზება დაახლოებით ისე ხდება, როგორც სიმაღლეზე ხტომის შეჯიბრებისას. მონაწილემ აუცილებლად უნდა გადალახოს მეტრანახევრიანი დაბრკოლება. იგულისხმება, რომ ჰორმონიზაცია უნდა შეძლოს ევროკავშირის ყველა კანონთან და მისაღებმა ქვეყნებმა უნდა აიღონ ეს სიმაღლე. სინამდვილეში ეს გადასალახი ბარიერი უკვე მეტრნახევარი კი აღარ არის, არამედ 2 მეტრი და 10 სანტიმეტრია, რადგან ჩვენ არსებული კანონები თანათან გავამკაცეთ ბოლო 10-20 წლის განმავლობაში და თან ახალი დავამატეთ. მარტო მომხმარებლის უფლებების დაცვა გადღირს, განსაკუთრებით გარემოს დაცვის კანონმდებლობა გამკაცდა. ეს ყველაფერი ახლოსაც ვერ მივა წინა წლების სტანდარტებთან. აგრეთვე ევროპის მსურველ ქვეყნებს, რომელთაც ეს ამაღლებული ბარიერი უნდა გადალახონ, იმ მეტრნახევრიანის გადალახვაც უჭირდათ. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ამ სიმაღლეზე ხტომის კონკურსზე. უნდა მთლიანად შევცვალოთ სტრუქტურა და კიბის მსგავსი მექანიზმი შევქმნათ. სისტემა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ გაივლენ. გაუგებრობა რომ არ მოხდეს დავაზუსტებ, საბოლოო მიზანი ისევ უნდა იყოს ევროკავშირის სრული წევრობა. უბრალოდ იქ მისასვლელად უფრო მარტივი ბილიკი უნდა მოუძლებნოთ და კიბის თითოეული საფეხურის ავლის შემდეგ რაიმე ხელშესახები დამატებითი ღირებულება უნდა იყოს ხელმისაწვდომი რათა მოქალაქეებმა კაფიოდ დაინახონ შედეგი და თქვან, ამან მართლა გააუმჯობესა ჩემი ცხოვრება. ნამდვილად ღირდა ამისთვის გარჯა. ასეთი შეცვლილი მეთოდოლოგია უნდა დავნერგოთ და ამ გადამოსახედიდან კანცლერ მერცისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივა ნამდვილად დროულია და ჩემი აზრით უკვე პრაქტიკაში უნდა ინერგოს. მერცი უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებისთვის ევროკავშირის ასოცირებულ წევრობასაც ითხოვს. ამაზრის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს მოსაცდელ ოთახს ან მეორეხარისხოვან წევრობას დაემსგავსება. რას უპასუხებდით მათ? უპასუხებდი, რომ აშკარად ვერ ჩასწვდნენ ამ მოდელს, რადგან ეს ასოცირებული წევრობა ძალიან ზუსტ ვალდებულებას მოიცავს. რატომ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ასოცირებული წევრობის სტატუსის მქონე ქვეყნებს, რომ მონაწილეობა მიიღონ ევროპარლამენტის სესიებში? ოღონდ ხმის მიცემის უფლების გარეშე, რა თქმა უნდა. ეს არც ერთი ევრო თუ ცენტი არ დაგვიჯდება. ან მაგალითად დაესწრონ ევროპის საბჭოს შეხვედრებსა და სესიებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხმის მიცემის უფლების გარეშე, რა თქმა უნდა. ერთი სიტყვით კონტრაქტების შესწორება მინდა. ეს არაფერი არ დაგვიჯდება, მაგრამ ეს იქნება მკაფიო გზავნილი ჩინეთის, რუსეთისა და სხვა ქვეყნებისთვის, რომ ეს ქვეყნები ჩვენი ევროკავშირის რიგებში დგან. რაც შეეხება თავად ამ ქვეყნების შიდა პოლიტიკას. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი მთავრობა კარგ ქულებს დაიწერდა ამით. ეს ხომ ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება სტატუსის თვალსაზრისით. რადგან ეს საშუალებას მისცემთ განაცხადოთ, ჩვენ უკვე ამ კლუბის ნაწილი ვართ. გარკვეული სამუშაო კიდევ უნდა შევასრულოთ სრულ გაწევრებამდე, მაგრამ უკვე შიგნით ვარ და ამგვარად უფრო დავიახლოვებთ ამ სახელმწიფოებს. ინტეგრაციას მოვხდით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის სწორი გზა და სწორი ნიშანი. მაინც რა არის ევროკავშირის გაფართოების ფასი? რამდენად შეძლებენ ევროკავშირის ძირითადი წევრები ამის გადახდას?
Natürlich können sie es stemmen, denn letztlich რა თქმა უნდა შეძლებენ, რადგან ეს ყველაფერი ბიუჯეტის ჩარჩოებში დაფინანსდება და ყოფილი ბენეფიციარი ქვეყნები ახლა დონორები არიან. მაგალითად, ავიღოთ პოლონეთი. პოლონეთი ჯერ კიდევ განვითარების პროცესში არასაკუთრებია, მაგრამ დღევანდელ პოლონეთს უბრალოდ ვერ შეადარებ იმ ქვეყანას, როგორც პოლონეთი გაწევრების დროსში. პოლონეთის ეკონომიკა ყვავის. თუ დღეს პოლონეთში იმგზავრებთ, ნახავ გამხელა მიღწევებიან ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით. ბუნებრივია, ეს ევროკავშირის დახმარების დამსახურებაა და გერმანიის ფედერალური რესპუბლიკისა, რომელიც დამფუძნებელ დონორებს შორის არის. მაგრამ ჩვენს ინტერესებშიც არის, რომ გაიყვანონ კარგი გზატკეცილები, რომლებიც საქონლის ერთი პუნქტიდან მეორეში სწრაფად გადატანას შეუწყობს ხელს. რადგან ძალიან ხშირად სწორედ გერმანული ლოგისტიკური კომპანია სარგებლობს ამ გზებით, რომელსაც გერმანელი მძღოლები ყავს დასაქმებული და მათ ხელფასებს გერმანული სამუშაო კონტრაქტის ფარგლებში უხდის. ასე რომ საქონლის სწრაფად გადატანა შედის გერმანიის ინტერესებში. რა თქმა უნდა, ჩვენ საკუთარ ინფრასტრუქტურაშიც უნდა ჩავდოთ ინვესტიციები და ასეც ვიქცევით. სწორედ ამიტომ არის ჩვენი რესურსები შეზღუდული. მაგრამ ჩვენ ყველა ვიღებთ სარგებელს ერთმანეთისგან იმის გამო, რომ ასეთ მიდგომას ვინარჩუნებთ. ისევ მისაღებ ქვეყნებს რომ დავაბრუნდეთ. რასაკვირველია, უნდა გუზრუნველყოთ ისიც, რომ ამ ქვეყნებმა დახმარება და მხარდაჭერა მიიღონ. მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკას ძალიან დიდი ეკონომიკური ინტერესი გვაქვს, რომ ეს ქვეყნები რაც შეიძლება სწრაფად წავიდნენ წინ, რადგან ჩვენ ექსპორტზე ვართ ორიენტირებული და შესაბამისად დაინტერესებული ვართ, რომ მათ ჩვენს საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნა გაუჩნდეთ. dass sie unsere Waren und Dienstleistungen nachfragen. დიდი მადლობა ბატონო გიუნტერ, რომ თქვენი მოსაზრებები გაგვეცანით. დიდი მადლობა.